გამარჯობა! Gamma of Thrones! ოფიციალური აწონვები! დაიწყო მეგობრებო! მაშასე! გამასკარის თამაშები უკვე დაწყებულია. უმაგრესი ბრძოლები გველის წინ. და დღეს ოფიციალური აწონვების ცერემონია და ოფიციალური დაპირისპირებები გველის წინ. სანამ გამოვაცხადებდე პირველ წყვილს, მე დიდი სიამოვნებით და სიამაყით მინდა ხაზი გაუშვა ჩვენ მხარდამჭერებს. უპირველეს ყოვლისა გთხოვთ აპლოდისმენტები ჩვენი გენერალური სპონსორისთვის, კომპანია ლიდერბეტისთვის არ დავიზაროთ. ასევე უღრმესი მადლობა Fight Labs, ჩვენი მხარდამჭერია უკვე მერობელი ივენთი, ნომერ პირველი IT მომსახურება საქართველოში. დიდი მადლობა Fight Labs, გვერდში რომ გვიდგანან. და სხვათა შორის Gamma FC.TV-ზე ვინც გვადევნებთ თვალყურს, შეამჩნევდით რომ ჩვენი ვებგვერდი განახლებულია, გაუმჯობესებული და ნაწილობრივ ზუსტად Fight Labs-ის დამსახურებაა, რომ 5 ლარიანი აქცია შევძელით რომ შემოგვეთავაზებინა თქვენთვის. ამიტომ აპლოდისმენტები Fight Labs, გთხოვთ. და რა თქმა უნდა აპლოდისმენტები საბრძოლო ხელოვნებების გლობალურ მხარდამჭერს, რომელიცაა კომპანია ნემიროფი. გამაც არაა გამონაკლისი, გამას გვერდშიც დადგა ესეთი გლობალური კომპანია, რითიც ჩვენ კიდევ ერთ უფრო გაძლიერებული ვართ. აპლოდისმენტები გამას მხარდამჭერებს. აპლოდისმენტები გამას მაყურებელს, ყველას ვინც დღეს ჩვენთან ერთად აქ არის გამას Fight Hall-ში და ასევე Gamma TV-დან გვადევნებენ თვალს. და რა თქმა უნდა, ყველა გამას პლატფორმაზე დაწყებული YouTube-დან, გაგრძელებული Facebook-ი და Instagram-ით და დამთავრებული TikTok-ით, ყველა გამას გამომწერს, გამას მაყურებელს და გამას გულშემატკივარს დიდი აპლოდისმენტები გთხოვთ. მეგობრებო, მაშასე მე მინდა პირველი წყვილი წარვადგინო, რომელიც ხვალინდელ საღამოს გახსნის. ვიხმობ ილია აროშიძეს. ეს ბრძოლა შედგება 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ილია გვიფიქსირებს 83 კილოგრამს და 900 გრამს. წონა ჩაბარებულია. ილიას მეტოქე, ლაშა თოლორდავა. ლაშა გვიფიქსირებს 82 კილოგრამს. წონა ზაპასითაა ჩაბარებული. მაშასე მეგობრებო, თვალი არ დაახამხამოთ. უმაგრესი ბრძოლა გველის წინ. ილია აროშიძე, ლაშა თოლორდავას წინააღმდეგ. Hold myself back, my self-esteem damn bad. Gotta keep on chugging. Ran through everything in front of me. Might smoke bed in heaven. Got a whole agenda. Can't aspire. შემდეგი ბრძოლა, რომელსაც გამას მაყურებელი იხილავს ჩვენს 8-კუთხე რინგზე, შედგება 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში. და პირველი მებრძოლი, რომელსაც მე ვუხმობ, ლუკა კუბლაშვილი. Trying to make profits, yeah, I did all that. Work, sweat, and tears breaking, even no hands, yeah, I did all that. 65 კილოგრამი და 500 გრამი. Yeah, I can't take no
დააფიქსირა ლუკა კუბლაშვილმა ჩვენ სასწორზე და ლუკას მეტოქე არჩილ შავიძე არჩილიც ანალოგიურად გვიფიქსირებს 65 კილოგრამს და 500 გრამს ზუსტად. წონა წარმატებით ჩააბარა ორივე მებრძოლმა. დაუპირისპიროთ ბიჭები ერთმანეთს. ლუკა კუბლაშვილი, არჩილ შავიძე. შესანიშნავ ფორმაში არიან მებრძოლები, როგორც ატყობთ. უმაგრესი ბრძოლა გველის ხვალ. შემდეგი ბრძოლა შედგება იგივე წონით კატეგორიაში 66 კილოგრამით. პირველს ვიხმობ ნიკა სუხიშვილს. ნიკა გვიფიქსირებს 65 კილოგრამს და 700 გრამს. წონა წარმატებითაა ჩაბარებული. ნიკას მეტოქე საბა ბუცხრიკიძე. სამოცდა 8 კილოგრამს და 400 გრამს აფიქსირებს საბა ბუცხრიკიძე. როგორც დაინახეთ, ახლაც არ უთქვამს საჭმელზე უარი. საბა ბუცხრიკიძე დარღვევით არღვევს, დარღვევით აბარებს წონას, თუმცა ლეგიტიმური დარღვევით ის დაკარგავს ფინანსებს ნიკას სასარგებლოდ და სამივე რაუნდს მინუსკულით იწყებს. ნიკა სუხიშვილი და საბა ბუცხრიკიძე მეგობრებო. არ გაუზიარა საჭმელი ნიკას საბამ. შემდეგი ბრძოლა შედგება 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში. და პირველი მებრძოლი, რომელიც მე მინდა სასწორთან ვიხმო, ლადო კეისარი ვანიშვილი. ლადო გვიბარებს 69 კილოგრამს და 800 გრამს. წონა წარმატებითაა ჩაბარებული. ლადოს მეტოქე პესო ფარჯიანი. 70 კილოგრამის ვიცე-ჩემპიონი მეგობრებო. 70 კილოგრამი ზუსტად ბესო ფარჯიანი წარმატებით აბარებს წონას. მეგობრებო, მე გპირდებით, თვალი არ დაახამხამოთ ამ ბრძოლისას. უსასტიკესი გაცლები გველის წინ, ბესო ფარჯიანი, ლადო ვანიშვილი. დიდი კომეინ ივენთი გველის წინ, რომელსაც უმძიმეს კატეგორიის ბიჭები გახსნიან. ლაშა აირონ როინიშვილი მინდა ვიხმო სასწორთან. Up the score to know I'm locked in. You ain't on the team cause you're not him. If you ain't us, then you're not them. Yeah, you know the vibes. 102 კილოგრამს გვიფიქსირებს ლაშა სასწორზე. ჩაბარებულია წონა. როგორც მოგეხსენებათ, ეს ბრძოლა აბსოლუტურ
კატეგორიაში გაიმართება. ლაშას მედოქე, ანრი, გრიზლი, ბესტავაშვილი. ანრი გვიფიქსირებს 130 კილოგრამს ზუსტად. წონა ჩაბარებულია. მაშასე მეგობრებო, ეს არის 5 რაუნდიანი ბრძოლა საჩემპიონო ტიტულისთვის. უმძიმეს კატეგორიას ჩემპიონი ხვალ ეყოლება. აირონ ლაშა როინიშვილი, ანრი გრიზლი ბესტავაშვილი. ვინ გახდება ამ წონის ჩემპიონი? გავიგებთ ხვალ. აპლოდისმენტებით გავაცილოთ მებრძოლები. შემდეგი ბრძოლა, რომელიც ატარებს ასევე საჩემპიონო ბრძოლის ხასიათს. შედგება 84 კილოგრამში და მე მინდა ვიხმო პრეტენდენტი ნიკა ნოზაძე. ნიკა ნოზაძე გვიფიქსირებს 83 კილოგრამს და 900 გრამს ზუსტად. წონა წარმატებითაა ჩაბარებული. ხოლო ახლა კი ვიხმობ 84 კილოგრამის ჩემპიონს და გორის სიამაყეს ბადო გოგიჩაშვილი მეგობრებო. 84 კილოგრამის ჩემპიონი შეეცდება მესამედ დაიცვას თავის ტიტული. სასწორს რაც შეეხება, ბადო გვიფიქსირებს 84 კილოგრამს, 83 კილოგრამს და 100 გრამს. წონა ჩაბარებულია. ბრძოლა შედგება. ხვალინდელ დღეს დაველოდოთ. დავნახოთ. დარჩება ტიტული გორში. თუ გაემგზავრება ქუთაისში. ბადო გოგიჩაშვილი, ნიკა ნოზაძე მეგობრებო. და მთავარი ბრძოლა, რომელმაც ყველაზე დიდი ჰაიპი აწია. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ფაცია მიღებული ტრაუმის გამო ჩაეხსნა ამ ბრძოლას, ამ ბრძოლამ ჰაიპი არ დაკარგა. მიუხედავად ამისა, კიდევ უფრო აწია ჰაიპი ამ ბრძოლამ, ვინაიდან ბექა კორტავამის გადაარჩინა. და მე მინდა ვიხმო ეს ჰაიპის ამწევი მებრძოლები და პირველი მათგანი ნიკა ბოიკა ბოკელავაძე. ნიკა გვიფიქსირებს 95 კილოგრამს ზუსტად. და ბრძოლის გადამრჩენი ბექა ვორიორ კორტავა. I don't need weapons, I'm good with my hands. Mismatch, bang, no bullseyes, the little man. If he goes hard, then I'ma go harder. Man, I'm a son. Beka გვიფიქსირებს 93 კილოგრამს. წონა ჩაბარებულია მეგობრებო. შეგახსენებთ, რომ ეს ბრძოლა ტარდება აბსოლუტურ წონით კატეგორიაში. გიგა ცოტა ყურადღებით, ესენი ძლივს ითმენენ. კაი, ეხლა არ გინდა ჩხუბი, ეხლა არ გინდა. კამერებისკენ ბიჭებო. ბექა კორტავა
ნიკა ბოკელავაძე უკვე ხვალ გამას რინგზე აპლოდისმენტები მაშ ასე მეგობრებო შეგახსენებთ რომ გამა FC წერტილი TV-ზე VIP package-ის გამოწერა შეგიძლიათ სულ 5 ლარად თქვენ შეძლებთ უყუროთ ყველა გამას პროდუქტს და რა თქმა უნდა მთავარ ჩვენ პროდუქტს Game of Thrones ხვალ 8 საათზე პირდაპირ ეთერში იყავით ჩვენთან ერთად დღეს კი სულ ეს იყო დიდი მადლობა ყველას თვალი არ დაახამხამოთ